წარმატებული შოპინგის მთავარი წესია იპოვო შესაფერის ნივთი, მოირგო და შეამატო შენს კოლექციას. განსაკუთრებით კარგად ეს ჩვენს პატარა პროგრესულ ძმებს გამოსდით. ლონდონის ზოოპარკის პატარა მაიმუნებს პარფუმერიის და მოდური ნივთების არჩევისას დღეში რამდენიმეჯერ უწევთ მასტერ-კლასის ჩატარება. მოდის მიმდევარი ცხოველები სტუმრებს ლამას აქსესუარებს პარავენ, ირგებენ, ვაი და არ მოუხდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იტოვებენ. კარგი გემოვნება მაიმუნებს აიძულებს მხოლოდ მსოფლიო ბრენდებს დასტაცოს თათი. იაფასიანს არ კადრულობენ. ზოოპარკის პერსონალი პანიკაშია. ქვეყანა, სადაც კრიმინალი ფაქტობრივად არ არსებობს, ქურდობა ცხოველებმა დაიწყეს. ჩვენ ვცდილობთ გადავაჩვიოთ მაიმუნები ამ მავნე ჩვევას. ისინი საკმაოდ არასტანდარტული ხერხით იპარავენ სათვალეს და პარფიუმერიას. როცა მაიმუნები იძინებენ, მოპარულ ნივთებს ტრაფეის ვასხამთ, რომელიც ვაშლის სურნელითაა კონცენტრირებული. ისინი მას ვერ იტანენ, ამიტომ იძულებულები ხდებიან უარი თქვან მათზე. ჩვენ ვართმევთ ამ ნივთებს და უბრუნებთ პატრონს. რამდენიმე წლის წინ მობილურებს იპარავდნენ და ძლივს გადავაჩვიეთ. და ასე იძულებით რჩებიან მაიმუნების სათვალის გარეშე. სამაგიეროდ სურნელი რჩებათ. სუნამოზე მაიმუნები უარის თქმას არ აპირებენ. პარფუმერიულ ფლაკონებს ისინი მიწაში მალავენ. გასაკვირიც არაა, პატარა და ბეწვიან მოდელებს ცხოველურის ნაცვლად კარგი სურნელი სურთ ასდიოდეთ.